მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ვნახოთ დღეს ჩვენ თუ რა გიშლით ხელს თქვენი სურვილის ასრულებაში. გაშლა გვექნება 3 ვარიანტიანი, ვეცდები თითო არკანი თავხსნა. ჩაიფიქრეთ ერთი კონკრეტული ნებისმიერი სურვილი და ვნახოთ რა გიშლით ხელს მის ასრულებაში. ვნახოთ აბა, რა უშლის ხელს პირველ ვარიანტს მათი სურვილის ასრულებაში, მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტს. არჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ კიდევაც. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. ასევე ენერგიების დაბალანსებისთვის ველოდებით თქვენს ენერგეტიკულ უკავშირს, ლაიქების, კომენტარების სახით. აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც მეტად გიზიდავთ. უმჯობესია, რომ ორ სურვილზე მეტი არ ჩაიფიქროთ. და დავიწყოთ ახლა პირველი ვარიანტიდან, ვნახოთ პირველ ვარიანტს რა უშლის ხელს მათი სურვილის ასრულებაში. ვეცდები თითო არკანით გითხრათ ყველაფერი. პირველი ვარიანტი. არკანი ხმლების დედოფალი. თქვენ ხართ, ამ არკანს როდესაც დავხედე, პირველივე სიტყვა რაც მომივიდა თავში, ეს იყო დახურული ამ სურვილისგან. თითქოს თქვენ თავად დახურეთ საკუთარი თავი, საკუთარი რეალობა ამ სურვილისგან. რითი დახურეთ? თუ თქვენ ჩაიფიქრეთ მაგალითად კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა ან რაღაც მსგავსი, შესაძლოა თქვენ დახურეთ ეს იმით, რომ მაგალითად ადამიანი დაბლოკეთ, ან რაღაც ასეთი გააკეთეთ, ხო? მაგრამ ყველაზე ინტენსიურად აქ მოდის სიტყვები, თითქოს სიტყვებით იბლოკავთ ამ სურვილის ასრულებას. რაღაც ისეთ სიტყვებს ამბობთ, რაც გიშლით ხელს ამ სურვილის ასრულებაში, მეგობრებო. არ აქვს მნიშვნელობა აქ რა ჩაიფიქრეთ, ნებისმიერ შემთხვევაში გახსნათი არის ის, რაც თქვენ დაბლოკეთ ენერგეტიკულად, ამაზე არ იდარდოთ, მაგრამ მოდის ის თითქოს თქვენ თავად გააზრებულად თუ გავაზრებლად იხურავთ. და მოდით ასეთ რაღაცას გეტყვით, ჩვენ ადამიანებს ხშირად გვავიწყდება ხოლმე ის თუ რეალურად რამდენად დიდი ძალა აქვს ჩვენს სიტყვებს, სიტყვის ძალა ზოგადად. ადამიანები მივეჩვიეთ ორ პირობას, ტყუილებს, რაც სამყაროს მაქსიმალურად არ უყვარს. და პლუს ამასთან ერთად თქვენ შეიძლება არ იტყუებოდეთ, ხო, მაგრამ აქ მოდიოდეს ენერგეტიკულად იცით როგორი რაღაც, რომ თქვენ არ იტყუებით, მაგრამ ზედმეტად ცუდ რაღაცეებს საუბრობთ ამ სურვილთან დაკავშირებით. მაგალითად, გინდათ რომ გქონდეთ მეტი თანხა, მეტი ფინანსური ენერგია. და იბლოკავთ რითი? იბლოკავთ სრულიად საპირისპირო სიტყვებით, რომ მაგალითად ფული არის სიბოროტე, ფული არის ცუდი, ბევრი ფული აქვს მხოლოდ ბოროტ ადამიანებს, ან ისეთ და ასეთ ადამიანებს. ხვდებით ხო? რაღაც სრულიად საპირისპიროს საუბრობთ. ან შეიძლება თქვენს გარეგნობაზე გინდათ რომ წონაში ან მოიმატოთ, ან პირიქით დაიკლოთ, ხო? და ამბობთ სრულიად საპირისპიროს, რომ მე ვარ ძალიან მახინჯი, მე ვარ ცუდი, მე ვარ ისეთი, ასეთი. პირველ რიგში მეგობრებო, ყურადღება უნდა მიაქციოთ აქ თქვენს სიტყვებს. სიტყვებსა და სიტყვის ძალას. დავამატოთ პირველი ვარიანტისათვის არკანები, კიდევ არის თუ არა რაიმე სხვა პრობლემა, რომელიც ხელს გიშლით ამ სურვილის ასრულებაში. არა, სხვა არანაირი პრობლემა არ არის რაღაც სიტყვების გარდა. ყურადღებით იყავით თქვენს სიტყვებთან, ყურადღებით იყავით იმასთან, თუ რა სიტყვებს უშვებთ სამყაროში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნუიძახეთ ზედმეტად ბევრ ტყუილებს, მაგალითად, იცით რაღაც მომენტში გაზლაითინგი საკუთარი თავის შესაძლოა დაგეხმაროთ სურვილის ასრულებაში, მაგრამ დაუშვათ თუ თქვენ ფული არ გაქვთ, ეცდებით რომ რაღაც ისეთი თქვათ, რომ მე არ ვიცი, მილიარდერი ვარ, ისეთი ვარ, ასეთი ვარ. ხვდებით ხომ? და პლუს ამასთან ერთად სიტყვის ძალას მიაქციეთ ყურადღება იმ კუთხით, რომ გავუშვებთ სამყაროში ნეგატიურ ინფორმაციას, ნეგატიურ სიტყვებს. საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილზე მით უმეტეს.
ნუ იტყვით რომ ეს არასდროს არ ასრულდება, ეს სურვილი ძალიან რთულია, ან ისეთია, ან ასეთია. თქვენ ამით უბრალოდ იბლოკავთ ამ სურვილს. სხვა დანარჩენის კუთხით აქ გზახსნილი გაქვთ პირველი ვარიანტი. ძალიან დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ რა გიშლით ხელს სურვილის ასრულებაში? არკანი ეშმაკი. გარკვეული ცდუნებები შეიძლება გიშლიდეთ ხელს სურვილის ასრულებაში, მაგრამ უფრო მეტად იცით აქ როგორ ინფორმაციას ვხედავთ, თითქოს ყველაფერს აქვს თავისი დრო. გზახსნილი გაქვთ ამ სურვილისკენ ნამდვილად. ერთადერთი რაც ხელს გიშლით პერიოდულად ეს არის თქვენი ცდუნებები, მაგრამ მიუხედავად ამ ცდუნებებისა ეს სურვილი უფრო სწორად ასრულდება. მეორე ვარიანტი უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერს აქვს თავისი დრო. ნუ აჩქარებთ პროცესს. ნუ ეჯაჯგურებით სამყაროს, რომ აი დროზე ამისრულე, დროზე ის მოხდეს. ნუ ზღუდავთ სამყაროს ამ სურვილის ასრულების გზებში, რომ აი კონკრეტულად ამ გზით უნდა ახდეს, ან იმ გზით. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველაფერს თავისი პროცესები სჭირდება. და ერთადერთი რაც ხელს შეიძლება გიშლიდეთ, ეს არის რაღაც ძალიან პატარ-პატარა ცდუნებები. ცდუნებები თუნდაც იმისკენ, რომ პროცესები დააჩქაროთ ხელოვნურად. გასაგებია უნდა იყოთ მიზანდასახულები, ამას არ ვამბობ, მაგრამ ენდეთ სამყაროს და ენდეთ სამყარო ისეულ პროცესებს. თქვენი სურვილი გზაში არის და გზახსნილია. ხელს არაფერი არ გიშლით. უბრალოდ ოდნავ ატორმუზებს გარკვეული ცდუნებები. მაგალითად, მოდით არ ვიცი, კვების მაგალითს მოვიყვან, ისევ და ისევ ყველაზე მარტივი მაგალითი არის. თქვენ შეიძლება გინდოდეთ წონაში მომატება ან წონაში დაკლება, ხო? მაგრამ ხშირად გაქვთ ცდუნებები ან ალკოჰოლის მიმართ, ან სიგარეტის მიმართ, ან რაღაც მავნე საკვების, ან ბევრი საკვების მიმართ, ხო? და ეს შეიძლება პერიოდულად ატორმუზებდეს, მაგრამ მიუხედავად ამ ცდუნებებისა თქვენი სურვილი მაინც ასრულდება. გზაში არის. ენდეთ სამყაროს, ენდეთ პროცესებს. სულ ეს არის მეორე ვარიანტი. მადლობა. და ვნახოთ ახლა მესამე ვარიანტი. თქვენთან რა ხდება, თქვენ რა ან ვინ გიშლით ხელს სურვილის ასრულებაში? თასების მეფე, კონკრეტული თასების მეფე შეიძლება გიშლიდეთ აქ სურვილის ასრულებაში. პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ თქვენ შეიძლება სრულიად სხვაგან უშვებდეთ თქვენს ენერგიას. მაგალითად, კონკრეტულ მამაკაცში ან კონკრეტულ ქალბატონში უშვებდეთ ზედმეტად ბევრ ენერგიას, რის გამოც თქვენს სურვილს ცოტა უჭირს ასრულება. აქ მე ნამდვილად მინდა რომ დავამატო არკანები, მესამე ვარიანტი, რა გიშლით ხელს, უფრო ვრცლად რომ ავხსნა. რა უშლის ხელს მესამე ვარიანტს სურვილის ასრულებაში? არკანი პენტაკლების ხუთიანი, არკანი ვარსკვლავი. გიშლით ხელს გარკვეული ფინანსური პრობლემები შეიძლება იყოს აქ პირველ რიგში, მაგალითად, ფინანსების კუთხით ცოტა გიჭირდეთ ფინანსების განაწილება ამ სურვილისთვის და ეს სურვილი კი ცოტა მეტ ფინანსურ ენერგიას ითხოვდეს, ხო? ასევე ხელს გიშლით ის, რომ თქვენი ენერგია მიდის სიცარიელეში. მიდის ან ისეთ ადამიანში, რომელიც ამას საერთოდ არ იმსახურებს და საერთოდ არ აფასებს, როდესაც თქვენ შეგიძლიათ რომ ეს ენერგია სულ სხვაგან მიმართოთ, ხო, ამ სურვილში მიმართოთ, ან უფრო მეტად აქ ხედავ არა ადამიანს, არამედ ხედავ ზედმეტად მძლავრ ემოციურ განწყობას კონკრეტული სიტუაციების მიმართ. მაგალითად, ზედმეტად გეშინიათ ხოლმე რაღაცის, ზედმეტად გეშინიათ უფულობის, უფინანსობის, უბარაქობის, ჯადოების შიში არის აქ ძალიან დიდი. მაგრამ მეგობრებო, იცით, რაც უფრო მეტად გეშინიათ, მით უფრო მარტივად მოქმედებს ადამიანზე მსგავსი რაღაცეები. ამიტომაც პირველ რიგში უნდა გაუშვათ თქვენი შიშები. და ნუ იქნებით ზედმეტად ემოციურად განწყობილი იმის მიმართ, ან ისეთი ადამიანის მიმართ, ვინც ან რაც ამას არ იმსახურებს. მესმის ბევრად უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო, პლუს ჩვენ ჩვენს ემოციებს ასე ვერ ვაკონტროლებთ, ხო?
მაგრამ უნდა დაამუშაოთ საკუთარი თავი, დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვები, რატომ მე შინია, საიდან მოდის ეს შიშები. ასევე შეიძლება ცოტა უცნაურად ჩქარდეს ახლა რასაც ვიტყვი ზოგი თქვენგანისთვის, მაგრამ უმეტესობა აქ თითქოს ზედმეტად ილუზიებში ცხოვრობს, ზედმეტად ბევრს ფანტაზიორობთ ხოლმე, რომ ასეთი იქნება, ან ისეთი იქნება ცხოვრება, ან ასეთი სიტუაცია მინდა, ან ისეთი სიტუაცია მინდაო. და თითქოს ცოტათი ეს აფერხებს თქვენი სურვილის სასრულებას, მაგრამ აქაც ისევე როგორც მეორე ვარიანტის შემთხვევაში თქვენი სურვილი არის გზაში. ენა ამებლანდა. გზაში არის თქვენი სურვილი და უბრალოდ სჭირდება დრო. ამიტომაც სჭირდება თქვენი მხრიდან მოთმინება, რა თქმა უნდა. ხოლო სხვა დანარჩენს რაც შეეხება, ეს ყველაფერი გასაგები 100%-ით არ დააჩქარებს, მაგრამ გააუმჯობესებს თქვენი სურვილის ასრულების პროცესს. გააუმჯობესებს და ოდნავ წინ წააწევს. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. ყველას უღრმესი მადლობა. წარმატებები, ბედნიერი, ნაყოფიერი დრო, სურვილების ასრულება და ნახვამდის.